გამარჯობა. მე ყოველწელს სულ უფრო და უფრო სენტიმენტალური ხდები და სულ უფრო და უფრო მიჭირს ამ ჩემი მოვალეობის შესრულება, მიჭირდება გული, მადლობა წრემლი და არც ვიცი რა მეშველება რამოდენიმე წელიწადში. ყველა გამოშვება არის ჩვენთვის უძვირფასესი, იმიტომ რომ ჩვენ ერთად ცხოვრობთ ამ სკოლაში. ეს არ არის უბრალოდ სკოლა, ეს არის მეორე სახლი. და მე როგორც თანამონაწილეს ამ სახლისა მაქვს ჩემი საკეთებელი. მე სუმინდა რომ გეფეროთ, მაგრამ ზოგჯერ მიწევს რომ გეჩხუბოთ ხოლმე და მოგიწოდოთ დისციპლინისკენ. ბოლოს არის დღესაც როგორც წესი ჩემი სათქმელი სამ ნაწილად იყოფა. შემჩნევები და დისციპლინარული მითითებები მშობლებს მასწავლებლებს და ბავშვებს, იმიტომ რომ ეს იშვიათი შემთხვევაა, როცა მაქვს საშუალება ყველას ერთად გესაუბროთ. ჩემთვის ბევრად უფრო სასიამოვნო პირადი მილოცვა, ბავშვებისთვის ორიოდე სიტყვის თქმა თითოეულ თქვენთაგანზე, იმიტომ რომ წლები მაქვს გატარებული თქვენთან ერთად მზეში, თოვლში, ქარში, წვიმაში, ლაშქრობებში, ლოცვაზე, სპორტზე. და ჩემშვილებად მიმაცნი ხართ. ამიტომ ეს მილოცვა არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი ნაწილი, ყველაზე გულის ამაჩუყებელი. და მესამე ნაწილი როგორც წესი არის საერთო საქვეყნო 1-2 სიტყვის სათქმელი, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყნის ნაწილი ვართ, ჩვენი სკოლა, ჩვენი ოჯახები, ჩვენი საზოგადოების და სამყაროს ნაწილი ვართ და სამყაროში ბევრი რაღაც ხდება, ზოგჯერ კარგი, ზოგჯერ ცუდი და ამის კონტექსტში ვამთავრებთ ჩვენ ყოველ წელს ჩვენ სასწავლო ნაწილს და ამასაც შევეხები. სანამ ამ სამ ნაწილზე გადავიდოდე, მინდა რომ დღევანდელი ჩემი საუბარი მიუძღვნა ჩვენი მეგობრის და ჩვენი ერთ-ერთი ოჯახის წევრის და ჩვენი უშიშროების უფროსის დიმა ღურწკაიას ხსოვნას, იმიტომ რომ დიმა უეცრად წავიდა ამ ქვეყნიდან და გაგვაოგნა ამ უბედურებით, დღემდე ვერ მომინელებია, ხვალე წავალ სამეგრელოში, რომ დედამის ჩავეხუტო და მის საფლავზე ჩავიდე, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა ვერ ჩავიდოდი დიმას გასვენებაში და ჩვენ მრავალი წელი დიმას უნდა ვუმადლოდეთ იმ უსაფრთხოებას, იმ უშიშროებას, იმ სიკეთეს, რაც აქვს უფევს, იმიტომ რომ მომხმარებელი როცა ხარ ვერ ხედავ ავტობუსის მუხრუჭებიდან დაწყებული, სკოლაზე თავდასხმებით დამთავრებული ჟურნალისტები იქნებიან ეს თუ ჭინკები, რამდენი შრომა გაწია ამ კაცმა იმისთვის, რომ ის 1000 ინციდენტი, რაც გადაგხვდა ამ 16 წლის განმავლობაში, თქვენ არც ერთს არ შეგხებოდათ. და მე დიმა შევიძინე როგორც ძმა, ჩემთვის დიმას დანაკარგი არის როგორც ძმის დანაკარგი. და მინდა გთხოვოთ რომ ფეხზე ავდგეთ და თუთივე დუმილით მივაგოთ პატივი დიმიტრი ღურწკაიას ხსოვნას. დიდი მადლობა. თხოვთ დავბრძანეთ. დასასრულს ვიტყვი რომ გთხოვთ რომ მოიხსენოთ დიმას ოჯახი, დიმას მეუღლე ეკატერინე, თქვენი სკოლელები, მათი ორი შვილი, გიორგი და ანდრია, რომლებიც იქნებ დავაბრუნოთ სკოლაში თუ ეკამოინდომებს და მე პირადად ჩემ მოვალეობად მიმაცნია მაგ ოჯახზე ზრუნვა ყოველთვის. ეხლა გადავდივარ და შენდობას ვითხოვ ყველაზე ჩემთვის არასასიამოვნო ნაწილისთვის, ესეც ჩემი საკეთებელია, ყველა ბაღს უნდა მოვლა, ერევა, სარეველა, იმ წუთშივე როცა ხელს გავუშვებ, ყველა შეღებილს ედება ჟანგი, ყველა პროცესს ერევა ობი, ხრწნა და ჩემი მოვალეობა 1-2 სიტყვა თქვა ამაზე. განსაკუთრებით გადავედი რა კლავ ჩემთვის ესოდენ ძნელ რეჟიმში, როცა უმეტესი დრო უცხოეთში მიჭევს მუშაობა, ჩამოვდივარ და ესეთი რაღაც განახლებული თვალით ხედავ რა გაგვიფუჭდა ისევ, რა გვაქვს ისევ გამოსასწორებელი და იმედია რომ არავინ არ მიწყენს. რაღაცეები შევამჩნია და მინდა გამოვიყენო ეს ვითარება და გავუსვა ხაზი.
დავიწყებ დისციპლინით, ისევ მოვიკოჭლებთ, შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ ვართ ნომერი 1 სკოლა საქართველოში ეროვნულ გამოცდების საშუალო ქულით, ბოლო 8 წელია თუ არ ვცდები, ყოველ წელს ფიქსირდება ეს შედეგი და ეს შედეგი არ არის შემთხვევით, ეს არის იმ სისტემის შედეგი, რომელშიც ჩვენ ვზდით შვილებს. აქ არ არის მარტო სწავლა, აქ არის სპორტი, ლოცვა და შრომა. ანუ 4 ბლოკი გვაქვს და ეს არის ჯვარედინის სისტემა ბავშვის აღზრდისა, რომელზეც არაერთხელ გვისაუბრია და კიდევ არაერთხელ ვისაუბრებთ. ეს ჯვარი, ეს 4 ბლოკი შემთხვევითი აქ არაფერი არ არის, ეს არის მისი უწმინდესობის დალოცვით შექმნილი კონცეფცია, რომელიც ბევრად უფრო მთავარია, ვიდრე ეს ზღაპროლის შენობები და ეს სილამაზე, რაც აქ გვაქვს. ის უფრო ლამაზია და ის უფრო მაგარია. მაგრამ თუ თქვენ მასწავლებლებსაც გულისხმობ, მშობლებსაც და რა თქმა უნდა პირველ რიგში მოწაფეებს. თუ ჩვენ ყველანი ამაში არ მონაწილეობთ, ის იწყებს დაშლას. ეხლა რა არის ეს სისტემა? ჯვარი შედგება ვერტიკალისგან და ჰორიზონტალისგან, ღვთისადმი სიყვარულისგან და მოყვასისადმი სიყვარულისგან და ღვთისადმი სიყვარული არის მიწიდან ცისკენ. მიწა, ქვევით, სპორტი, ასკეტიკა, ზევით, ზნეობრივი და სასულიერო განვითარება. აი ეს არის ვერტიკალი. ჰორიზონტალი მოყვასის სიყვარული ასევე შედგება 2 ნაწილისგან. ცოდნა ამ შენი მოყვასისა, ეს არის სწავლა. ანუ სამყარო, რომელშიც ის ცხოვრობს, ბუნება, მათემატიკა, ფიზიკა, რა დაუწერია, რა უცხოვრია, ისტორია. აი ეს არის ერთი ნაწილი, ჰორიზონტალი. მეორე არის პასუხისმგებლობა, შრომა, პურის ცხობა, ყველის ამოყვანა, სკოლის დალაგება, ეს არის პასუხისმგებლობა. არ არსებობს მოყვასის სიყვარული ამ ორის გარეშე. ჩვენ ყოველ წელს ვახცევთ რაღაც შედეგებს, რაღაცები არ გამოგდის. ხშირად მithქვავს ბავშვებისთვისაც, მშობლებისთვისაც და მასწავლებლებისთვისაც. უამრავი სკოლა, სადაც ეს არაფერი არ არის და თქვენ ბავშვს არ ევალება სხვა სკოლებში არც დილას ვარჯიში, არც აუზზე ცურვა, არც ასკეტიკა, არც სპორტი, ამიტომ თუ არ გინდა რომ ამაში ბავშვმა მიიღოს მონაწილეობა, ნუ მოიყვან ამ სკოლაში, ჩვენ ყველა გვიყვარს, არავის დაკარგვა არ გვინდა, წაიყვანე და ყავდეს სხვა სკოლაში ღმერთმა ხელი მო. აქ თუ მოდიხარ, აწერ ხელს ამ პროგრამას. ამიტომ ნუ გვირეკავ, ნუ იმიზეზებ, რომ გაციებულია აუში არ ჩავიდეს, ცივი წყალია გაუთვეთ, ეგ ჩვენივე შვილებისთვის ჩვენ თვითონ ვაკონტროლებთ მაგას და ყველაფერი ეს ვიცით. სკოლაში თუ შემოვდივართ, მის განრიგს ვემორჩილებით და ასევე ყველა მშობელს თხოვ თვეში ერთხელ გეხვეწებით ან დედა, ან მამა, ან ბები, ან ბაბუ, ან ბიძა, ან დეიდა, თვეში ერთხელ. იმედია ეს ძალიან ხშირი არ არის, მონახეთ დრო თიკოსთან კოორდინაციით და მიიღეთ მონაწილეობა თქვენი შვილის შრომაში. იატაკს ხვეტავს, იატაკი დახვედეთ, პურს აცხობს, პური გამოაცხეთ, ყველი ამოყავს, ყველი. იმიტომ რომ როცა ბავშვი თქვენ ხედავთ თავის გვერდზე, თქვენ ჩვენ გვეხმარებით მის ასეთ აღზრდაში. ესეც არც ერთ სკოლაში სხვაგან არ არის, ეს თუ არ გინდათ, წაიყვანეთ სხვა სკოლაში, თუმცა ჩვენ არავის აქედან წასვლა არ გვინდა. მასწავლებლების გასაგონად მაპატიებენ, არ გამიბრაზდებიან. როდესაც შენ არ უწერ მინუსებს ბავშვს, როცა მან ფორმა არ მოიტანა, ან დაარღვია სკოლის განაწესი და მოვიდა smartphone-ით. აი დღეს ჩამოვართვი 5 smartphone უკვე ისე გათამამდნენ, რომ აღარც მალავენ და ესე ხელით დაკონდა და 5 ჩამოვართვი. ერთი თვე გადაეჩვიან, რომ აქ არ ვიყავი. შენ როცა უჭუჭუ კარგი ხარ და მე მშობლები რომ მოდიან მშობლების კრებაზე და გეუბნებიან ჩემმა ბავშვმა რატო არ იცის კარგად მათემატიკა ან რუსული, იმიტომ რომ შენ მიუშვი დისციპლინა და სადაც მინუსია იყო დასაწერი, იქ არ დასვი. ეს ჩვენიერება ამ სკოლის სიყოჩაღე, სიკარგე, თითით საჩვენებლობა მოიპოვება ყოველდღიური ბალანსით სიყვარულსა და წრთნას შორის. მარტო სიყვარული წრთნის შემჩენების დისციპლინის გარეშე არის ის კეთილობანას თამაში, რამაც დაღუპა ჩვენი ქვეყანა და რის აღორძინებასაც ვცდილობთ მათ შორის ჩვენს ამ სკოლაში. ვამთავრებ აი ამ ჩემს
უსიამოვნო ნაწილს ვერ ვიტან მას, ყოველთვის ვერიდები მას, ყველას გთხოვთ და გევედრებით, ვინც ვართ ამ სკოლაში, დავემორჩილოთ მის განაწესს და შევიტანოთ ჩვენი წვლილი იმისთვის, რომ ჩვენი შვილები წვრთნათ და იყონ მაგრები და ჩვენი უკვე ძალიან დიდი ტრადიცია, ხა მე ყოველდილას 200 ბავშვს ხაზს რო უტარებ, გადაამრავლეთ 16 წელიწადზე და რამდენიმე ასეული 1000 გამოცდილება მაქვს ბავშვებთან შეხების და დღემდე ვსწავლობ თქვენგანაც და მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ მშობლებსაც და მასწავლებლებსაც, რომ ერთად ვაშენებთ ამ სკოლას. მე შევატყე, რომ ცოტა ჟანგი მოგვედო, სექტემბრიდან ისევ განახლებული ძალებით ვაპირებთ, რომ დაუბრუნდეთ ჩვენი სკოლის მშენებლობას. ბოლოს, სანამ გადავიდოდე მეორე ნაწილზე, მინდა გავიმეორო ის, რაც დღეს დილას თქვი ვარჯიშამდე ხაზზე, ლოცვის მერე, იმიტომ რომ მე-12 კლასელები არ იყვნენ. მე თქვენთვის ეს არაერთხელ მithქვამს, მაგრამ ეხლა შედიხართ რა თქვენს საყვარელ ზაფხულის არდადეგებში, მინდა გაუსვა ხაზი ამასაც. ზაფხულის არდადეგები არის სიხარული, სიკეთე და საოცარი დღესასწაული და გილოცავთ მათ როგორც ყოველთვის, მაგრამ ასევე არის ცუდი. რითი? იმიტომ რომ ადამიანი უნდა ცხოვრობდეს ერთი და იგივე რიტმში და ეს ზაფხულის არდადეგები და ეს მდგომარეობა ჩვენთვის ცოტა არაბუნებრივია. რა გვემუქრება ბავშვებო, მინდა გავუსვა ამას ხაზი. დაკარგვა ფორმის, სპორტული ფორმის, გონებრივი ფორმის, აზროვნებითი ფორმის. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზაფხულმა ძალიან გაგვახაროს და ძალიან არ გვატკინოს და არ გვავნოს. პირველი, გავიმეორებ, რაც მე წიჟდებით ტელეფონში, სკროლვაში, სამწუხაროდ მით უფრო მალე დამთავრდება ზაფხული. რაც მეც მოწყდებით ტელეფონიდან და იქნებით ველოსიპედზე, ბუნებაში, კოცონთან, მეგობართან ურთიერთობაში, დედიკოსთან და მამიკოსთან ურთიერთობაში, მათ დახმარებაში სახლში, მით უფრო გრძელი ზაფხული გექნებათ. მეც მქონია ზაფხულის არდადეგები, აგერ სხედან უფროსები, ეს არის 2x2 4, რაც უფრო გათიშული ხარ ცხვირჩარგული ტელეფონში და გაჯეტში, მით უფრო მალე თავდება არდადეგები. გინდა გრძელი არდადეგები, მოწყდი ტელეფონს. პირველი, მეორე. არაფერი არ ჯობია ქაღალდის წიგნის კითხვას როგორც გართობას. რატომ? იმიტომ რომ როცა ტელეფონში უყურებ კინოს, მეც ვაკეთებ ამას, მულტფილმს, სკროლავ, ის გამოსახულება შენ ფანტაზიის გასახანს არ გაძლევს. ის შენ გეძლევა უკვე როგორც მოცემულობა და შენი ფანტაზია დაბლდება, გათიშულია. უბრალოდ შენი თვალი უყურებს ამ გამოსახულებას. როდესაც წიგნს კითხულობ, მაგ გამოსახულებას ხატავს შენი გონება. სულ მუშაობს და მდიდრდები. ამიტომ აი კითხულობ კაცზე ან ქალზე, შენ თვითონ წარმოედგენ როგორია ის ქალი, როგორია ის კაცი, როგორია ის ცხენი, როგორია ის ომი, როგორია ის ბუნება. ბევრად მაგარი გასართობია. ცოტა უნდა როგორც ყველა ვარჯიშს ჩაჯდომა, მიუშვებ ტურნიკებზე მუშაობას, აზიდვებს, კუთხის გაჭიმვას, ხო ვიცით, ერთ კვირაში გიჭირს. ეგრეა წიგნის კითხვაც, მიაგდებ, დაუბრუნდები და ტკივა გიჭირს, არაუშავს, მოითმინე, დაუბრუნდი, ბევრად უფრო მაგრა გაერთობი და ჩემი გამოცდილება არის კიდე, რაც უფრო ძველია წიგნი და სქელია, მით უფრო საინტერესო და ადვილი საკითხავია. რო გესმით, კლასიკა ეგ არ ნიშნავს, რომ მოსაწყენი, უფრო მაგარი გასართობია. მეორე მოწყდებით რა თქვენთვის მაკურნებელ და გამაჯანსაღებელ დილის ვარჯიშებს, რომლებიც ხშირად მithქვამს, რომ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სპორტი, რომელიც გვაქვს აქ მრავლად, რაღაცა უნდა ვქნათ, უნდა დავაკომპენსიროთ ფიზიკური აქტივობით. ამიტომ გეხვეწებით, ბიჭები, დიდიან პატარიანა, ტურნიკი არა გაქვს, მიწიდან აზიდვები, აჯიმანიები ეგრეთ წოდებული. 4 მისვლა, რამდენი ცეგილია. მეორე, ორძელი არა გაქვს, 2 სკამი დადგი, ხელები დაადე და ისე აიწიე, ხო? და ეცადე რომ იმოძრავო. გოგოები,
ტურნიკი სახში არა გაქვს, არაუშავს კარები, ოღონდ ციფრიფანა კარები არა, რო არ მოტეხა, უბრალოდ ჩამოეკიდა, ცოტა გაიწელე რა და კუთხე გაჭიმე. ან იგივე სკამებზე, ან იგივე კარებზე და იმოძრავე. და მესამე ნაკლები ცომი, განსაკუთრებით საღამოობით. კარგით? დავამთავრე. ჩემი მოვალეობა შევასრულე და შენდობას ვითხოვ, რომ ამდენი დრო წაგართვით. ეხლა სანამ ბავშვებზე გადავიდოდე, რომლებიც სუგულს მიჩუყებენ და მიჭირს აი ეს ნაწილი სულ ხმამი განკალებს ხოლმე. იმ დროზე, რომელშიც ვართ, რა ხდება ჩვენს გარშემო. დღეს დილას ძალიან ცუდი ამბავი მოხდა გუშინ ღამე, მეშინია რომ დაიწყო ისრაელის და ირანის ომი. ღმერთმა ქნას რომ ჩაქრეს ეს ომი და რაღაცნაირად ისევ ეს ბოთლიდან გამომძვრალი ჯინი ისევ ბოთლში ჩააბრუნონ, მაგრამ სულ უფრო და უფრო უარესი სიტუაცია და შეხედეთ რა ხდება. ანუ რუსეთი და უკრაინა ომობს ჩვენს ზევით და დასავლეთით, ანუ ჩრდილოეთით და დასავლეთით და აი ჩვენს უშუალო სამეზობლოში ჩვენი პირდაპირ ორი მეზობელი აზერბაიჯანი და სომხეთი ეხლა ცოტა ხნით აღარ ომობენ, მაგრამ როდის აფეთქდება არ ვიცით და იქით უფრო ქვევით ახლო აღმოსავლეთში ნუ რამდენიმე ომი მიმდინარეობს. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პატარა ქვეყანა უნდა გადავაქციოთ ციხეთ, ციხესიმაგრედ, ციხეთ კი არა, ციხესიმაგრედ. და საოცარი რაღაც მოხდა შარშან. გაზაფხულზე ჩვენმა სახელმწიფომ მრავალი წლის მერე უგულებელ ყოფისა, სუვერენიტეტისა და ეგრეთ წოდებული კონსერვატიული, სინამდვილეში ტრადიციონალისტური და კიდევ უფრო კარგია ეროვნული ღირებულებების იგნორირებისა გასულ გაზაფხულს იმისთვის, რომ არჩევნებში მოეგოთ, ყველაფერი ის, რაზეც დედა ეკლესია გვესაუბრებოდა ამდენი წელი და ბევრი ჩვენთაგან ვსაუბრობდით, აირჩია სახელმწიფო იდეოლოგიად. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ შარშან ცოტა შეგვეძლო უკვე ამაზე საუბარი, შარშანდელ გამოშვებაზე, მაგრამ წელს უკვე აგერ ერთი წელი გავიდა და შეგვიძლია ორი სიტყვით შევაჯამოთ, რომ მსოფლიომ შეაბიჯა ახალ ეპოქაში, როდესაც სახელმწიფოები უფრო და უფრო სუვერენულები გახდებიან და თავიანთ ინტერესებს უფრო უფლებიან და უფრო გაეურჩებიან სახელმწიფოთა შორისი იდეოლოგიების მონობას. ანუ ყველა აღარ იქნება რომელიმე ერთი ცენტრის მონა. ანუ გაიზრდება კონფლიქტები და შეჯიბრება სახელმწიფოებს შორის. მაგრამ მეორე რაც ამის შედეგად ომიანობაც სამწუხაროდ აუცილებლად გაიზრდება. მაგრამ მეორე რაც შეიცვალა საქართველომ, მე ვიტყოდი პირველად აი 35 წლის მერე თავისი დამოუკიდებლობის მოპოვებისა გადადგა პირველი ნაბიჯები იმ მიმართულებით, რაზეც ჩვენ ამდენი წელია ვსაუბრობდით და ვიბრძოდით და ამდენი მსხვერპლი გავიღეთ ამისთვის. ეს თითეული თქვენთაგანისთვის შვილებო ნიშნავს, რომ თქვენ ახალ საქართველოში ამთავრებთ სკოლას. ამ საქართველოში, რომელიც თქვენ უნდა აშენოთ, გაჩნდა იმედი, რომ ტრადიციული ღირებულებები ის ყველაფერი, რაც არის ამ სკოლის იდეოლოგია, პრაქტიკულად ის რისთვისაც ეს სკოლა შეიქმნა და ის რისთვისაც ჩვენ ვშრომობთ და ვწირავთ ყველაფერს, რაც გვაქვს, გაგვიჩნდა შანსი უკვე როგორც ქვეყანას, არა მხოლოდ როგორც რაღაც ინდივიდუალურ სკოლებს ან რენეგატებს, თითოეულ თქვენთაგანს. მე არავითარი ავტორობის და ამბიციის არც სურვილი არ მაქვს და არც ამპარტავნება, მე ძალიან მიხარია ეს, მინდა მჯეროდეს ამითი და მინდა ეს მოგილოცოთ და მინდა გითხრათ, რომ თუ ვინმეს გონია, რომ რახან სახელმწიფომ განაცხადა, რომ ეს ღირებულებები მისთვის მთავარია, ჩვენი სამუშაო დაამთავრდა, მას არაფერი არ ესმის. ეხლა იწყება თქვენი საკეთებელი. ეხლა უნდა დაიწყოს მშენებლობა მეოჯახე წესიერი საქართველოსი, სადაც ადამიანის და თქვენი ცხოვრების მთავარი საზომი არის რამდენად კარგი მეოჯახეები ხართ თქვენ პირველ რიგში. ის, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ სკოლაში.
არა მესთვის ცხოვრება, არა ტაშპანდური, არა ჩემი ამბიციები, არა მე მინდა, არამედ რა გინდა შენ. სიყვარული არ არის მე მინდა, სიყვარული არის შენ რა გინდა. და აი ამ ეპოქაში შევაბიჯებთ ახლა და გილოცავთ აი ამას და გისურვებთ წარმატებას. მე ხშირად მithქვას, რომ თითოეული თქვენთაგანი რამდენად სწორად გავზარდეთ თქვენმა მშობლებმა პირველ რიგში და ჩვენ როგორც თქვენმა აუზრდელებმა მაგას გავიგებთ 20-30 წლის მერე. რითი, როგორი ოჯახები გეყოლებათ. არა რამდენ ფულს იშოვით, არა რა თანამდებობაზე გაიქაჩებით. არა რა, ეგ ყველაფერი საჭიროა, იმიტომ რომ ვიცით ხო თქვენი რწმენა, თქვენი ყველაფერი цаრიელია საქმეების გარეშე. მაგრამ ერთადერთი რითიც მე პირადად მე მეკითხები რა გინდა შენი შვილების დიდი ოჯახები მეტი აფერიანი. იმიტომ რომ ის ყველაფერს გულისხმობს თავის თავში. ეხლა მინდა გადავიდე ჩვენი საყვარელი შვილების დახასიათებებზე და გითხრათ ვინსად მიდის. ჯერ ერთი სწორედ თქვა თიკომაც და მამა ანდრიამაც არსად თქვენ არ მიდიხართ. გეხვეწებით და ძალიან გთხოვთ, გახსოვდეთ რომ ეს არის თქვენი მეორე სახლი, შვილები აქ უნდა მოიყვანოთ სასწავლებლად და აუცილებლად უნდა მოიცალოთ სტუდენტები რო იქნებით რომ ამოხვიდეთ და დაგვეხმაროთ ხაზის ჩატარებაში. ის ტრადიცია რაც ჩვენ აქ გვაქვს, რაც უფრო ხშირად მით უფრო კარგი. ეხლა რადგანაც აქ უმეტესი ოჯახები ნათესავები ვართ, ახლობლები ვართ, ნათელმიროვნები ვართ, ამ ბავშვებს შორის მე განსხვავებებს დიდად ვერ ვაკეთებ, ყველა ძალიან მიყვარს, მაგრამ ცოტა თუ არ მოგწყინდებათ, ვიტყვი ვინ სადაბარებს, რას აპირებს და ცოტა დავახასიათებ, როგორც ვაკეთებთ ამას ყოველ წელს. ანდრია სალუქვაძე, ჩვენი უსაყვარლესი ოჯახის შვილი, აპირებს ჩააბაროს იურიდიულ ფაკულტეტზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის ძალიან განათლებული ბიჭი, როგორც მის ოჯახს შეშვენის, როგორც ჩვენ საყვარელ ლევანს და ლელას შეშვენით. ძალიან უყვარს კითხვა, რითიც ძალიან გვამხნევებს და გვახარებს. აინტერესებს ფილოსოფია, რაც მე ძალიან მახარებს, იმიტომ რომ ჩემ ლექციებში ხშირად ვუკითხავ ხოლმე, როცა მაქვს საშუალება ფილოსოფიის შესახებ და ყოველდღიურ ცხოვრებასაც რაღაცნაირად ცდილობს რომ დაუკავშიროს ამ ფილოსოფიურ გააზრებას, რაც ძალიან მაგარი რამე არის. ძალიან მშვიდის დილობიანი სამართლიანი ბიჭია და დარდობს ხვების განცდებზე და მდგომარეობის ადვილად იაზრებს, ეს უნარი აქვს. და თანამდგომი კაცია, ხო და ძალიან დაგვაკლდები, მოგვენატრები ანდრი და იმედია რომ არ დაგვეკარგები არსად. ლიზიკო მარგველანი ჩვენი საყვარელი გოგო, ჩვენი საყვარელი მარგველანების ასევე მრავალშვილიანი ოჯახიდან აპირებს ბიზნესის ადმინისტრირებაზე ჩააბაროს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. როგორც ყველა თავის დაძმა არის საოცრად ნიჭიერი, წარმატებული ყველა მემართულებით, ერთ-ერთი ორთაგანი ოქროს მედალოსანია წელს. განსაკუთრებული მადლობა მას ამისათვის და სპორტშიც ძალიან მაგარია შემოქმედებით საქმიანობაშიც და მართლა გამოირჩევა მეგობრებზე გაუთავებელი ზრუნვით. რუსუდან გურგენიძე, ჩვენი საყვარელი გოგო, ჩვენი მასწავლებელი შვილი, ფინანსები, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ძალიან ნიჭიერი ყველა მიმართულებით, როგორც თავისი ოჯახის წარმომადგენელი, ერთმანეთს უთავსებს მუსიკის გატაცებას, აკადემიურ სწავლას, სულ გვახარებს, სულ გვეხმარება კონცერტებზე და პირველი სკრიპკა შეიძლება ითქვას პირდაპირ და გადატანეთი მნიშვნელობით ამ სიტყვისა ყველა ჩვენ საშობაო და აღდგომო სპექტაკლებზე. ჩვენი ალექსანდრე წერეთელი, ულამაზესი და ყოჩაღი და სპორტული ბიჭი, საერთაშორისო ურთიერთობები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტი. აკო აი მთელი ამ წლების მანძილზე ესე ახასიათებს ყველა რომ აი თითქოს ჩვენი სკოლის თვალიაო რა. და თავისი რაღაც ჩინაგანი თავისუფლებით, წოდნით, ძალიან საყვარელი და სასაცილო სამსახიობო ტალანტით რაღაცნაირად ყველას ნუსხავს და ყველას სიყვარულს იმსახურებს. ლუკა ნაცვლიშვილი აბარებს
ბიზნეს ადმინისტრირებაზე ვებსტერის უნივერსიტეტში. არის ძალიან გაწონასწორებული და ძდილობიანი თავმდაბალი კაცი, რომელსაც ძალიან მაგარი იუმორი აქვს და ძალიან გარკვეულია საინფორმაციო ტექნოლოგიებში, რაც მოგეხსენებათ თანამედროვე ეკონომიკისა და თანამედროვე ოფიერების ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ნიკუშა ვადაჩკორია ბიზნეს ადმინისტრირება, რავა ყველა ბიზნესმენი. არა, ყველა არა, ეხა იქ დაიწყებს. კავკასიის უნივერსიტეტი, ნიკუშა სულ 3 წელია რა ჩვენთან სწავლობდა, მაგრამ გეგონება ჩვენთან ერთად გაიზარდა, ისე ორგანულად ჩაეწერა სკოლაში და ყველას ძალიან უყვარს, ძალიან ვაჟკაცი ბიჭია და ასევე ხშირად ხას უსვენ ნიკუშას საოცარი იუმორის გზნობას. ირინა მამულაშვილი, რომელსაც ირირი ქვია, მაგრამ მე ნათლობის სახელით მოვიხსენიებ, იმედი არ გამეწყრება, უსაყვარლესი გოგო ჩვენი ლევანის ოჯახის, სტიპენდიანტი ათონის ვათოფედის და ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე ძდილობით, სილამაზით, კეთილგანწყობით აპირებს თბილისის სამედიცინო აკადემიაში ჩააბაროს და მე მგონი ეგეთი ექიმი ყველა მინატრობს რა. გზად ამილოცნია და ძალიან გვიყვარხარ. მარიამ აფციაური ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში აბაროს მენეჯმენტზე და ეხლა ყველას კი უწევია ძილობიანიო, მაგრამ მართლა გამორჩეულად ჩვენ ყველაზე უფრო მშობლების გასაგონად გვიჭირს ვიძახი გვიჭირს შუა კლასები, ალბათ როგორც ყველა სკოლებში, ეს ჰორმონალური მოზარდული წლები, მაგრამ მე თუ გადავლახეთ სამწუხაროდ არც გარიცხვას არ ვერიდებით და ყველა მიცის რომ ჩემი უახლოესი მეგობრების და დეიდაშვილის შვილები სამწუხაროდ გამიშვია სკოლიდან, როცა სკოლის რეგლამენტი დაურღვევეთ, მაგრამ აი როცა გადავლახავთ ხოლმე ამ ძნელ წლებს, ხო? აი 12-დან 13-14 წლამდე მე ჩვენივე მოკავშირეები ხდებიან უფროს კლასელები და ეს კლასიც ეგეთია რა. მე როცა აქ არა ვარ ხოლმე, ვარ ყველა თქვენთაგანის იმედზე, ჩემი შვილების იმედზე, ვინ ნიკუშასი, ვინ სპორტს ხელმძღვანელობს, დისციპლინას, მეურნეობას, მაგრამ დიდების იმედზე სულ ვარ რა. იმიტომ რომ მაგათ გამოვლილი აქვს, უყურებენ, იციან, თავისთავად ახსენდებათ და მაგრამ გვეხმარებიან ამაში. ხო და ნუ მარიამი ძალიან მიზანდასახული ადამიანია და ერთი წამით არ მეპარება ეჭვი რომ ქუთაისში სადაც არ უნდა წავიდეს მიაღწევს თავის წილ წარმატებას. აი ელენიკო თოფურაშვილი მიდის კინორეჟისურის მიმართულებით შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და რაღაც ესეთი დისონანსი შეიტანა ყველა ბიზნესში მიდის და ელენე მიდის ხელოვნებაში და მე სუმხარს ვუჭერ ეგეთ არჩევანებს, არავის არ უგზავნავ, ბიზნესზეც გიკითხავთ ლექციებს და რჩევებსაც გაძლევ და სულ მზად ვარ გემსახუროთ, მაგრამ და არავინ არ მიწყინოს, მე ვიცი რომ სადაც არ უნდა წახვიდეთ, მაგრა ისწავლით და თქვენ წარმატებებს მიაღწევთ, მაგრამ ვამბობდი და ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ მაქვს ბიზნესის განათლება მიღებული. პირველ განათლებად გერჩივნოთ ან კულტურა, ან ზუსტი მეცნიერებები, ან ფილოსოფია, რაღაცა ფუნდამენტალური და თუ ამას არ აკეთებთ, აი ყველა იმ სტუდენტს, ვინც მიდის ბიზნესის მიმართულებით, იცოდეთ, რომ ესე იგი უნდა დააკომპენსიროთ ეგ არ უკმარისობა. ანუ სწავლობ ბიზნესზე, არავითარ შემთხვევაში წიგნი არ გადააგდო ხელიდან. გინა ტექნიკური მეცნიერებები გააინტერესებდეს, გინა ჰუმანიტარული, ძალიან გთხოვთ რომ ის ვინც მიდიხართ მენეჯმენტში, იმისთვის რომ იყოთ წარმატებული მათ შორის ბიზნესმენები და მენეჯერები, ადამიანი თვალებში რომ შემოგხედავთ და ამაზეც ბევრჯერ გვილაპარაკე, უნდა ხედავდეს ნაკითხ ადამიანს და არა შუშის თვალებიან ცარიელ ადამიანს და არც ერთი თქვენთაგანი ეგეთი არ არის. ნინო ნიჟარაძე მიდის გრაფიკულ დიზაინზე ჯიპაში, ძალიან შრომის მოყვარე თავმდაბალი და მშვიდი გოგონაა და ძალიან სწრაფად ჩაეწერა ჩვენი სკოლის რეალობაში და არის ადამიანი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ იქნება წარმატებული ამ სპეციალობაშიც.
ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ვიყავი რა სტუდენტი, მეც ისევე როგორც თქვენი მასწავლებლები და მშობლები, ვიყავი რა ასპირანტი და მაგისტრანტი მეც, არ გაგიკვირდეთ, ეხლა მაგ მიმართულებით თავს დაიპროგრამებთ, მაგრამ არ გაგიკვირდეთ, რომ ეს პროფესიებიც მერე შეიცვალოთ. ჯერ მენეჯმენტი არ არის პროფესია და ბიზნესმენობა არ არის პროფესია, მაგრამ არ დაითრგუნოთ, იცოდეთ, რომ სტატისტიკურად ძალიან ბევრი ჩვენთაგანი იცვლის პროფესიას. მე დღემდე ვიცვლი, რომ მე ზარმაცი პოეტი კაცი ვარ, რომელიც შემთხვევით გავხდი ბიზნესმენი და ეხლა რა ვარ არც ვიცი. ამიტომ ეს ძიება ბუნებრივია და თქვენს გელით წინ თავარი ის არის, რომ რასაც აკეთებ, კარგად აკეთო და გულით აკეთო რა. ბოლოს მინდა დავუბრუნდე იმას, რაც ჩვენთვის მთავარია, იმას, რაც ამ სკოლის, ასე ვთქვათ, კვინტესენცია, არსთა არსია და თავი რო არ შეგაწყინოთ, თქვა მოგლეთ, რომ ჩვენმა წინაპრებმა ამ ქვეყნიურ ცხოვრებას წუთი სოფელი ტყვილა არ უწოდეს. მეორე ესეთი კულტურა არც მეგულება, შეიძლება სადმე ქვია ამ ქვეყნიურ ცხოვრებას კიდე წუთი სოფელი, მაგრამ ეს არის ჩვენი კულტურის საოცარი რეალიზმი. ქართველმა კაცმა საუკუნეებში იცხოვრა და თქვა, რომ ეს რა ყოფილა კაცო, ეს არის წუთი. აი მე რომ მეუნეოდნენ უფროსები ამას, თქვენ ხელა რო ვიყავი, არ მჯეროდა, მიმასთან რა კაი, ეს თქვენთვის იყო წუთი. მე ძალიან დიდხანს ეხლა აი აქ თქვენი უფროსები ვინც ხედავ, ყველან გეტყვი, გუშინ ვისხედით თქვენს კამებზე. მან და ის ას თქვენს ხედხარ, ჩვენ ვიყავით გუშინ. და ხვალ თქვენი დგებით აქ. რას ნიშნავს ეს? დავითრგუნოთ, ხელოვნურად გავიხანგრძლივოთ ცხოვრება და ესა რა ქვია, დავემალოთ ვარადისობას? არა, აპაპაპაპა, პირიქით. ეს რო იცი ამ კულტურის შვილი რო ხარ, რომ რაღაცა, რასაც შენ თვალით ხედავ, ძალიან სწრაფად წარმავალია და არის რაღაცა, რაც არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, მარადისობა, სიკეთე, ღმერთი, სიყვარული, ხო? მაგითი ხარ მაგარი რა. თანამედროვე კულტურის სიფარჩაკე, მომაკვდაობა და დეპრესიულობა ამაშია, რომ ემალება რეალობას, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ჩვენზე უკეთ იცოდნენ. და ცდილობს თვალი დახუჭოს აი იმ ბუნებრიობაზე ამ ქვეყნიური წარმავალობისა. და ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია შვილებო ხაზზეც, ლექციებზეც, რომ არც ერთი ადამიანი არ არის, ვისაც შეცდომა არ მოსდის. არც ერთი ადამიანი არ არის, ვინც არ სცოდავს. არც ერთი ადამიანი არ არის, ვინც თავისი თავით არ არის დათრგუნული, უიმე ეს რა ვქენი და უბრალოდ ადამიანებს აქვთ არჩევანი. დარჩენ მაგ მდგომარეობაში თუ მოინანიონ, ითხოვონ შველა და სთხოვონ ღმერთს და მოყვას, რომ დამეხმარე რა ფეხზე წამოდგომაში. აი თქვენ ხართ ბედნიერები იმითი, რომ ესეთი კარგი ოჯახებიდან ხართ და არ შემეშინდება ამ სიტყვის, რომ ესეთ მაგარ სკოლაში სწავლობდით რა. ეს სკოლაც ისევე როგორც თქვენი მშობლები არის თქვენი მეორე სახლი. რაც არ უნდა გაგიჭირდეთ. მორალური, ფიზიკური, ისეთი, ასეთი, მეც და ყველა აქ ვინც არის, სულ თქვენთან ერთად ვართ. უბრალოდ მოგმართეთ, დაგვიძახეთ, მითხარით, აი ძია ლევან, აი ამას რა უყო, იმას რა უყო. მამა ანდრიას, მამა საბას, თქვენ მასწავლებლებს გამოიყენეთ, ნუ უგულებელყოფთ. ეს არ არის, ეს სკოლა არ არის გამვლილი ეტაპი. ეს არის თქვენი ცხოვრების აწი მარადიული სიმდიდრე, რომელიც თქვენ უნდა სულ გვერდში გედგეთ. მადლობა ღმერთს და დიდება უფალს ყველაფრისათვის.